მოგესალმებით, ეს არის გადაცემა მომავალი თაობა, მე კი მისი წამყვანი ანუ კალოცაბიძე გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა იქნება გარდატეხის ასაკი, პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპად მოიხსენიებენ ხოლმე. ამბობენ ამ დროს ადამიანს სხვა პიროვნებებისა და გარემოს მიმართ შეხედულებები და აზრები ეცვლება და ხშირად ზემოთხსენებულ ძალიან რთულად გამოხატავსო. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრები იქნებიან მირანდა ბაღათური 151 საჯარო სკოლიდან, ანი კონჯარია პირველი კლასიკური გიმნაზიიდან, თათა ბაქრაძე 53 სკოლიდან და მარიამ ქავთარაძე პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ხართ ჩემთან ერთად და გაბედეთ იმ თემაზე ისაუბროთ, რომელზე საუბარიც ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი ასაკის თინეიჯერებისათვის არც ისე მარტივია. და მოდი თავდაპირველად მე კითხვით გადავალ მარიამთან. მარიამ, ძალიან მაინტერესებს ცხოვრების ამ ეტაპზე, რასაც გარდატეხის ასაკი ჰქვია. თუ გქონია შემთხვევა, როდესაც გაჩაგიდენია რაიმე ისეთი საქციელი, რომელიც რაღაცა გარკვეული დროის შემდეგ განსაკუთრებულად გინანია და გითქვამს, რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინა. რა თქმა უნდა, მქონია, ალბათ ყველას ქონია ჩვენ ასაკში ეს შემთხვევა. მაგალითად, ჩარჩა მე ვეჭუბეთ ჩემი მეგობარს სრული სისულელის გამო, ალბათ ეს იყო ჩემი აზრი, ჩემი ბრალი და არ უნდა მექნა ეს, რა თქმა უნდა, მინენია, მაგრამ ამის გამოსწორება შეუძლებელი იყო შემდეგ, მაგრამ არასოდეს არ მქონია ესეთი ფორმები, გამოხატვის ფორმები, რომ ძალიან აგრესიული ყოფილიყავი. აჰა, და ყველას მოგმართავთ ამ შეკითხვით, ძალიან მაინტერესებს, ანუ როგორ გამოხატავდით ან გამოხატავთ პროტესტს, ანუ რაღაცა თუ გაგჩენიათ პროტესტის გამოხატვის ფორმა და ანუ თუ გაგჩენიათ სურვილი რაღაცა აგრესიით გამოგეხადათ პროტესტი და საერთოდ თუ გამკლავები ხართ ამ აგრესიის სურვილს. ანუ ყოველთვის რაღაცას რო ჩავდივართ, ანუ ძალიან ბევრჯერ ნანობთ, რა თქმა უნდა და გვინანია უბრალოდ შეცდომა ისეთ რაღაცა, ბევრი ადამიანის შეცდომებზე ძალიან ბევრ ამას სწავლობს. ნუ შეცდომო ადამიანი მე მგონი არ არსებობს. ყველა ადამიანს შეიძლება რაღაც დიდი არა, მაგრამ ელემენტარული შეცდომა მოუვიდეს, მაგრამ იმის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება. მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე შეიძლება ვერ გამოხდეს. შეიძლება ვაკონუროთ, მაგრამ ყოველ ასპექტის ჩამოვაყალიბოთ ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად მიმეჩნია, რომ გარდატეხის ასაკი ეს არის ყველაზე რთული პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამ პერიოდში ხდება ზუსტად პიროვნებად ჩამოყალიბება და ამ დროს ხდება ფასეულობების, ღირებულებების გადაფასება, ამ დროს ხდება თვითშეგნების წინა ფონზე წამოწევა, მორალის საკითხების რაღაცა გარკვევა. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ აგრესია ეს არის ყველა ადამიანს გააჩნია აგრესია და განსაკუთრებით ამ პერიოდში არის აგრესია გამოხატული, ასე ვთქვათ, წვავეთ გამოხატული. მე ვთვლი, რომ ადამიანებმა და ბავშვებმა უნდა ვისწავლოთ აქედანო ჩვენი აგრესიისა და ჩვენი ემოციების მართვა, იმიტომ რომ ეს გამოგვადგება ჩვენი მომავალი ცხოვრებისთვის. აგრესია მეთქე ძალიან ბევრჯერ მქონია, მაგრამ ყოველთვის ფორმასაც გააჩნია, რა თქმა უნდა, და ყოველთვის მიცდია ის, რომ ცოტა ლაკონურად ანუ ცოტა გამიაზრებია ის თუ რას შვებოდი და რას ვაკეთებდი იმისათვის, რომ მე ეს არ მენა. კი და ხო, მაგრამ ბევრჯერ ჩვენ იმას ვერ ვაანალიზებთ, თუ ამ შეცდომას მე შემდგომ გამოყვება. ადამიანს გააჩნია, იმიტომ რომ მე ვიცნობ უამრავ ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად ფიქრობს, სანამ რაღაც აგრესია. გარდატეხის ასაკი ისეთი პერიოდია, როდესაც შენ ყალიბდები და ცხოვრებაში იმკვიდრებ რაღაც შენს არა, იცი როგორი მომენტი, ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაღაცა საკუთარ ემოციებს შეიძლება ითქვას ნაწილობრივ მართავენ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ თქვა არც აიმე აგრესიის მართვა, არც თქვა რაღაცა გარკვეული ემოციის. მე ამოვიკითხე ინტერნეტში ერთი რაღაცა, რამაც ძალიან გამოკურა, რომ ხანდახან ისეთი რაღაცებიც ხდება, როდესაც აგრესია, ანუ შეიძლება ეს აგრესიის გამო იყოს თუ ადამიანიდან გამომდინარე, რომ გარდატეხის ასაკი 22 წლამდეც კი გაგრძელებულა, რამაც გამოკურა ძალიან. ნუ ესეთი შემთხვევებიც ხდება. 22 წლიდან 30 წლამდე. ხო, და ნუ ძალიან გამეკურდა მართლა. მოდი ახლა გადავიდეთ ანისთან შეკითხვით, იმიტომ რომ რატომღაც ჩუმად არის და ავალაპარაკოთ ანის. ანი, რა მაინტერესებს, ანუ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გვსმენია ძალიან ბევრჯერ გარდატეხის ასაკის რთული ფორმების შესახებ. ძალიან ბევრჯერ გაგვიგონია თუ ანუ რა მოსვლია, მაგალითად თინეიჯერ ბავშვს, რა მხელო პრობლემა შექმნეს. შენ თუ შეგიძლია რაღაცა კონკრეტულ პიროვნებაზე ისაუბრო, რა თქმა უნდა, ანონიმურობა იქნება ბოლომდე დაცული, მაგრამ თუ შეგიძლია რომ თვითონ კონკრეტულად ფაქტი აღწერო. როგორც ესეთი ფაქტი, ანუ გარდატეხის ასაკში რომ ჩემს გარშემო ყოფილიყო ადამიანი, რომელიც აგრესიულად გამოხატავს ამას, რაღაცა ეგეთი არავინ არ არის ჩემს გარშემო, ანუ მეგობრებშიც ისეთ წრეში ვტრიალებ, რომ არ მყავს ეგეთი მეგობრები, რომ რთულად ყალიბდებოდეს მის განპირობება და გარდატეხის ასაკში აგრესიული ყოფილიყოს და მაგრამ მე ვიცი რომ მარიამს აქვს ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია შეიძლება თქვას მოსაწოდებელი, რა თქმა უნდა სამწუხარო და ძალიან საზარელი მოსასმენი, მაგრამ საინტერესო. მარიამ გისმენთ? ესე იგი, მე ყავდა ერთ პერიოდში მეგობრების წრე, რომ უძულეთ იქცეოდნენ, მიგეწოდებულად ცვავდნენ. მაგრამ ეწეოდნენ, რა თქმა უნდა, მყავს ესეთი ყოლელი, სახელმწიფო რა თქმა უნდა არ დავასახელებ. ახალი წელი საღამო, მე მგონი იყო 2008 წელი ზუსტად არ მახსოვს, მაშინ იყო მე 1000-ში.
მეათე კლასში იყო, ანუ პატარა იყო ძალიან. ჩემზე 2 წელი დიდი იყო. ხო და ერთხელაც დათრნენ თავის შეყვარებულთან ერთად, ავიდნენ სახლის სახურავზე, ოღონდ სახლი არ იყო დამთავრებული, შენება. იქ აიტანეს სასმელი, გიტარა მე მგონი და ტამტამები. დაიშალა, ხალხი დაიშალა და დათრნენ მხოლოდ ეს და თავის შეყვარებული უკრავდა ტამტამებზე, ცეკვავდა. ფეხი დაუსწა, დავარდა, ჩავარდა ლიფტის შახტაში. ჩამოიკიდა რაღაცას, არ ვიცი რას, ყინას მე მგონი და შეყვარებული გადახედა და ეს ეძახდა, გადამარჩინევდა. ეს რო ჩაიწია, ეს ბიჭი ჩავარდა და ორივე ჩავარდა ლიფტის შახტაში, ჩაიტანა ამ ბიჭმა ეს გოგო. ეს იყო ჩემი სკოლელი. ესეთი საზარელი შემთხვევით ხდება, თათა ვეღარ მალავს ემოციას, ხო, ესეც ხდება სამწუხაროდ. ანუ იცით როგორი მომენტია, ამიტომ არის ძალიან აუცილებელი, რომ არა მარტო თქვა ბავშვმა საკუთარ თავს ბავშვი ბოლომდე ვერ მართავს, ხო ესეთ რომ შობლის მხარდაჭერაც აუცილებელია რა თქმა უნდა. რომ გარდატეხის ასაკში შობელზე და კონკრეტულად დედაზე მეტად ვერავინ ვერ დაეხმარება ადამიანს. ეთახმები აბსოლუტურად. ანუ მე არ ვიძახი რომ ეს უნდა იყოს. რა? გააგრძელე. ანუ არა ამოწია. ანუ მე ვერ ვიტყვი იმას რომ ეს არის ძნელი, ანუ სიმკაცრის ფორმით გამომხატველი რამე, ანუ დედამ აუგზავნოს მას, დაემუქროს, დასაჯოს. ამითი ბავშვი ვერაფერს ვერ მიაღწევს, პირიქით უარეს გააკეთებს, იმიტომ ის დედა უდგება მას ჯიბრში, ეს მას გარდატეხის ასაკი აქვს, მას არ აინტერესებს არაფერი, იგი აკეთებს რაც მას უნდა, ხო? ამიტომ უნდა იყოს რომ შობელი ყოველთვის უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს თავისი შვილით ცხოვრებით, მისი სამეგობრო წრით, მისი სიტუაციით, რა უხარია, რა წინ შეყვარებული ამოწოს. ხშირია შემთხვევები ჩემს სამეგობროში, რომელსაც ძალიან ბევრი ყავს შეყვარებული, მაგრამ ეშინია და დედას ვერ ეუნება. იმიტომ იცი რა, მე ის დედა ჩემი მეჩხუბება, მე გარეთ ვეღარ გამიშვებს თუნდაც 1 საათით. და ესეთი რაღაცები არსებობს. კი, ნუ რა თქმა უნდა, ეს ძალიან ხშირია, აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა ეგ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ იმ ხელა ამ შობლის როლი, რასაც ნამდვილად ვერაფერი ვერ. მოდი მე ვიტყვი ერთ ფრაზას, რომ ბავშვი საუკეთესო, სახლში დასაბოლოოდ საუკეთესო ვარიანტია სასიამოვნო ატმოსფერო ოჯახში. გეთანხმები აბსოლუტურად. იმიტომ რომ სასიამოვნო ატმოსფეროზე კარგი, რა ალბათ დამეხმარება, როცა სახლში. დაგეთანხმები აბსოლუტურად, მოდი. ძალიან წყართხად დაწყებული ეს ყველაზე კარგი. როცა არ უყურებ თუნდაც მშობლების ჭყურს. ცოტა უფრო კარგად და დადებითი ემოციებით იტვირთები ბოლომდე. და ვიცით რა არის, ანუ ძალიან ხშირად ხდება, რომ გარდატეხის ასაკში რაღაცა ბავშვებს გარკვეული პრობლემები შეიძლება ითქვას ექნებათ გარეგნობასთან დაკავშირებით. შემდეგ ამის გამო რაღაცა მათ ექნებათ სტრესის მომენტი, ძალიან ცუდ ხასიათზე არიან ხშირად და ეს იწვევს შემდეგ ძალიან დიდ აგრესიას, რომლებიც ისინი გამოხატავენ თავისი თანატოლების მიმართ. და ხშირად ექნებათ, რა თქმა უნდა, არასრულფასოვნების კომპლექსი. ძალიან მაინტერესებს, აი გულახდილოთ რომ ვისაუბროთ. თქვენ თუ გქონიათ ამ პერიოდში, თუ რა თქმა უნდა ჩვენ ეხლა გარდატეხის ასაკში ვართ, მაგრამ თუ გქონიათ შეიძლება ითქვას რაღაცა მსგავსი კომპლექსი, ანუ გარეგნობასთან დაკავშირებული, რაც თუნდაც ასაკის მოტანილია და აბსოლუტურად არ არის დასაძრახი. ზოგადად მე პირადად არ მქონია, მართლა არ მქონია, ანუ არ შემიჩნევია გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული, მაგრამ სინამდვილეში არის ძალიან, ანუ მეცნიერებიც არის დამტკიცებული, ანუ ამბობენ ექიმები რა არის გამონაყარი სახეზე, უამრავი სხვადასხვა ნაკვთის და ზუსტად ანალოგიურს ვიძახი მეც. ადამიანები მე ვთვლი რომ აი დიდი ადამიანებიც კი დაკომპლექსდებიან ამისგან, რომ რაღაცა არ მოსწონს საკუთარ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავის გარეგნობა არა, რა თქმა უნდა მოსწონს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ძალიან ხშირია ეს რაც წეღანავით ყველა არჩვენს რაღაცა ელემენტარული რომ გამოგვია, იმაზე ვგიჟდებით და რაღაც ხო და მაგას ვიძახი რომ ეგ ყველას ქონია და თუ შეგიძლიათ ისაუბროთ, თქო, კაი, თქვენ მარიამ გისმენთ. ზოგადად გარეგნობაზე არა, მაგრამ ყავდა სკოლელი ალბათ უფრო შემოყლეთ მაგალითებით. დათურთული მოხვედით. ერთხელ მოდი ჩემს სკოლაში ვხედავ აქ წვანეთმა. რა თქმა უნდა ეს თავის გარეგნობის გამო არ ხდება. ეს არის შინაგანი. არ ვიცი ეს რა იყო უბრალოდ რაღაცის გამოხატვის საშუალება, კომპლექსი თუ ალბათ რაღაცა. არ ვიცი ეს ეპატაჟურობას ცდილობდა შეიძლება. შეიძლება პროტეზის გამოხატვაც არ იყო და უბრალოდ გამორჩევა უნდა და როცა ხედავ რომ ანუ შენ თანატოლებთან არაფერი არ გამოერჩევ, ვაიმე ანი ძალიან დაგვეჩაგრა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა შევედი დისკუსიაში და ანი ჩუმადა. მოდი ანისთან გადავალ შემდეგი შეკითხვა. აი შენი აზრით გარდატეხის ასაკი, ნუ ჩვენ ახლა უარყოფითზე ვსაუბრობთ, ანუ გარდატეხის ასაკი შეიძლება რომ იყოს მარტო ცუდ მოგონებებთან დაკავშირებული თუ ესე არ არის. მე პირადად ვფიქრობ რომ არ არის ასე და შენი აზრით თუ შეგიძლიათ რომ დააქცევ. არა, არც ცუდ ანუ გარდატეხის ასაკი ცუდ მოგონებებთან, მარტო ცუდ მოგონებებთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ შეიძლება ითქვას ცუდი მოგონებებიც
შემოგჭეს ვთქვათ რომ ხო გავიზრდებით და რაღაცა და გარდაცის ასაკში აი შენ რა თქვი მშობელზე და იმაზე კი რა თქმა უნდა აკონტროლოს და რაღაც მერის კონტროლის ზედმეტად არ უნდა იყოს ხო ანუ მე ვთქვი ფარგლებში ძალიან დიდი სიმკაცეც არ უნდა იყოს იმიტომ რომ ხანდახან მშობელი მე ვეღარ ანალიზებს რომ თავის შვილი შეიძლება ჩამოყალიბოს სულ სხვა პიროვნებად ვიდრე ვთქვათ დაკომპლექსებულ ადამიანს და მე აი მოდით თემიდან მოდით გადავხოთ ანუ შენ ახსენე რომ შეიძლება მარტო ცუდ მოგონება დაგვრჩეს გარდატეხის თუ შეიძლება თქო მე ის ვიკითხოთ რა არ მოგგვეუბნები მე წინა გადაცემაში თქვი რომ გარდატეხის ასაკში შეიძლება ძალიან ბევრი კარგი რამ შეისწავლო როგორც არის მაგალითად გარდატეხის ასაკში გაგიჩნდეს სახვითი ხელოვნებისადმი დამოკიდებულება მოусმინო სხვა მუსიკას მოგეწონოს კლასიკური მუსიკა ხო და მაგას ვიძახი რომ დამოკიდებულებები და აზრები აბსოლუტურად გეცვლება და შეიძლება რაღაცა ძალიან კარგისკენ შეგეცვალოს პირიქით მაგას ვიძახი რომ ანუ შეიძლება ეს რადიკალურად კარგისკენ შეიცვალოს ანუ უფრო კარგი ადამიანია დამოკიდებული რა თქმა უნდა აი როცა რაღაცა გამოცდილებას იძენ ხო და ეს ყველაზე კარგი რაღაცა მე წინა წელს როცა გადავხედავ ხო ძალიან ბევრი გამოცდილება შევიძინე რაღაცის ფონზე ზუსტად ეს არის კარგი ემოცია და კარგი დასამახსოვრებელი რამ. ანუ ჩვენ ხო გქონიან ძალიან ბევრჯერ შემთხვევა რომ თქვა ჩვენი თან ანუ ჩვენზე თუნდაც 1 წლით დიდი ან შეიძლება თქვას 1 წლით პატარა რაღაცაზე თქვა რაღაცას გვარიგებს ანუ 1 წლით პატარა შეიძლება ჩვენ ვარიგებ და იმას უყვერს რომ 1 წელი რა არის ხო მაგრამ მე გადის მე პირადად მქონია ესეთი შემთხვევა რომ გადის 1 წელი და ხვდები რომ აბსოლუტურად რაღაცა შეიძლება ვუყურებდი წინა წელს აბსოლუტურად სხვაგვარად და ვუყურებ ახლა სხვანაირად და ანუ ხო არსებობენ ადამიანები ხა ჩვენ ვიცით ადამიანები ჩვენ გარშემო შეიძლება ჩვენშიც ვარ ჩვენც ვართ ხო ესეთები რომლებიც ანუ ამ გარდატეხის ასაკის პერიოდს რაღაცა ძალიან შეიძლება თქვას მარტივად გადიან არ ექმნება ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას პრობლემა და თქვენ როგორ ფიქრობთ ანუ უფრო ცვლად რომ ითხრათ თუ შეიძლება რომ აი დავამთავრებ პოზიტიური მხარის დაგვამახსოვრდეს და არა მარტო რაღაცა ნეგატიური ყველაფერი დავუკავშიროთ გარდატეხის ასაკს მიუხედავად რომ გვაქვს გარდატეხის ასაკი ყველაზე კარგი პერიოდი გვაქვს რა თქმა უნდა ვართ ბავშვები ახალგაზრდები შეგვიძლიათ ვაკეთოთ უამრავი რამე მაგრამ ხშირად ვერ ვაფასებთ ამას ვერ ვაფასებთ ხო რაზეც პასუხს ჩვენ არ მოგთხოვენ შეგვიძლია უმრავი ცუდი რამეს გავუკეთოთ შეცდომებით დაუშვით მაგრამ ის გამოსწორებად ალბათ ტოდეშმე შესაძლებელი გვექნება მათი გამოსწორების საშუალება მოგვეცემა მაგრამ ამასთანავე შეგვიძლია გავაკეთოთ უმრავი კარგი რამე რაც ალბათ დიდობაში საშუალება აღარ გვექნება ერთს ვიტყვი უბრალოდ ანუ როდესაც შენ ახსენე ანუ კარგი დამამახსოვრება ანუ კარგი მახსოვრობა კარგად დაგვამახსოვრება ანუ მე ერთს ჩემ მაგალითს მოვიყვან ანუ და ბავშვი შეიძლება არ ქონდეს ბავშვობა და ძალიან ნაადრევად დაქალდეს ანუ როდესაც უყურებს მის დედას რა ის სამკაულები მაკიაჟი პომადა ქუსლები ანუ ყველა ბავშვს უჩდება თავიდანვე ხა მე მგონი დამეთანხმებით პატარა მაგრამ ზოგს უქრება ანუ მე მაგალითად ეს გამიქრა ზუსტად ეგ არის ანუ ყოველთვის ანუ პატარაობიდან ვიყავი როგორც დიდი და ანუ დღემდე ანუ ბავშვობა როგორც ვთქვათ ეხა ბავშვი რაღაცები არასდროს არ მომწონებია მე მყავს დღემდე კლასელი რომელიც ნუ აი კლასელის დედა აი ნუ აი გადაკიდებულია ჩემს რომ აი ეს დიდი და იცი რა ბევრჯერ ეს უკვე ბევრჯერა უკვე კომპლექსად ჩამომიყალიბდა რომ ის ჩემი კლასელის დედა ჩემთან მოდის და აი რაღაც რადიკალურად ცდილობს რომ შემცვალოს მაგრამ არ გამოდის ის მე მწყის ჩემი კლასელისგან თან გოგოა ეს და ანუ ცოტა მომენტი როცა შენი მშობელი არ გწვლის რატო უნდა შეგცვალოს შენი თანაკლასელის მშობელი დედა ჩემს მაგალითად ჩემი ყველაფერი მოწონს იმიტომ მე ესე დავიმკვიდრე ჩემს ცხოვრებაში თავით 16 წლის ვარ და უკვე ვიცი რა მინდა მომავალში და ეხა ბოდიში არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ როცა დედა ჩემი არ მეუნება რომ შენ შეიცვალეო ჩემი კლასელის დედას მით უმეტეს არ აქვს უფლება რომ მაგრამ ერთს ვიტყვი შეიძლება ანუ თქვათ ის რომ რაღაცა თქვათ დიდურად ჩაცმა გიყვარს ან რაღაცა მაღალი ქუსლები პომადა რაღაცა მაკიაჟი ეს პატარაობაში ნუ ყველას აქვს მაგრამ მეც მქონდა რა თქმა უნდა მაგრამ აბსოლუტურად გამიქრა იმიტომ რომ დღემდე საერთოდ არ ხმარობ ხო არანაირ კოსმეტიკას და არც რაღაცა დიდური ესე რომ თქვათ მისწრაფებები არ მაქვს აი ყოველთვის იმას ვიძახი რომ ხანდახან ზედი ბავშვური მგონია ჩემი თავი რომ მგონია ვერაზოს ვერ გავიზდებით ხო მაგრამ რა თქმა უნდა პერიოდები როცა გიჩდება და ხანდახან რომ დავფიქრდები ძალიან მომწონს ეს ჩემ თავში იმიტომ რომ ხა ბავშვობა ჩვენ კარგად ვიცით ისეთი პერიოდი რომელიც არასდროს არ დაბრუნდება დიდები ყოველთვის ვიქნებით ეხა პომადის რაღაც წასმასა და თვალის ფანქრის წასმასაც ყოველთვის მოვესწრებით ხო აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ინდივიდუალურია ყველა ადამიანისათვის მირანდა გისმენთ მე ხა ძალიან მეტკინა გული მასლადაც რა ამან თქვა იმიტომ რომ ჩემსაც ძალიან ახლოა ეს იმიტომ რომ ყოველთვის ხდებოდა ჩემ კლასში ძალიან მარტო გარშემოყოფებისგან რომ ბევრჯერ გამიგია რომ ეს ბავშვი არ არის და ბევრ ჩემ მეგობარს უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია საუბრის გამო და ასე შემდეგ ეს ძალიან დიდ კომპლექსს უქმნის ადამიანს და ძალიან ბევრჯერ მიტირა და მე ზუსტად ვიცი ჩემ სამეგობროს ძალიან ადამიანები და იციან ანუ ჩემი გესმის და ჩემი დამოკიდებულება იცი რომ ბევრი ადამიანი გარშემო ყავს ისეთი გოგოები რომლებიც არ არიან ძალიან ბავშვები მიუხედავად იმისა რომ მე 10 კლასელი ვარ და
რომ დავფიქრდე უფროსების გადმოსახედიდან ვარ ძალიან ბავშვები, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს თვალი შეღება ფანქარი ასე შემდეგ ეს ზოგადად ადამიანს არ ადამიანის სრულად სამყაროს არა რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე ვიღაცა არჩევანზე ორიენტირებული ეს ყოველთვის თქონდა ვიღაცას უნდა რომ იყოს ვიზუალურად დიდად გამოიყურებოდეს ვიღაცას უნდა რომ ბავშვური იყოს თავარია სულიერად როგორი ხარ მე ვთვლი და თავარია სულიერად როგორ გამოხატავ ბავშვობასა და მაგრამ იცი რა არის როდესაც მე ვთქვი ჩემ კლასელის დედასთან დაკავშირებით მე მგონი ამდენი ხანია ერთად მოდივართ მე და ჩემი კლასელი და კლასელს მაინც უნდა გაეცანი მაგრამ იცი რა არის მან შურის მომენტი ხო აი ეგ არის ანუ დღევანდელ თაობაში არის დამოკიდებული აუცილებლად დიდი სიამოვნებით მოვალ თქვენთან ერთად იმიტომ მართლა დამაინტერესა როგორ აზროვნთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მით უმეტეს გავიგეროთ ჩემნაირი პრობლემა ვიღაცას ქონია და ანუ რა არის ის ანუ ამ კლასელმა კი გამიცნო მაგრამ აქ უკვე წავიდა შურის მომენტი იმიტომ ისიც გაიზარდა ისიც დამეწი ანუ მას რაღაც წლით გარკვეული წლით დიდი ვარ მაგრამ მასაც ჩამოუყალიბდა ის ქალური რაღაცები რაც სიამოვნებს და უკვე მის დედას პოზიციას ვეღარ აცლევნებს იმიტომ ის დედა დამყარდა ერთ აზრზე და ვეღარ იცის ხდები ანუ ხო ანუ მიმივხვდა კი როგორ არა ანუ მოდი ანისთან გადავალ ისევ შეკითხეთ იმიტომ რომ ძალიან დაგვეჩაგრა ჩაგვერთე დისკუსიაში მოდი ესეთი შეკითხვა მექნება შენთან რომ აი ესე იგი შესაძლებელია თუ არა ანუ რა თქმა უნდა ჩვენ ვთქვით რომ შესაძლებელია ანუ ფიქრობთ უმრავლესობა ესე მაგრამ აი შენი აზრი მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა რომ გარდატეხის ასაკში მომხდარმა ცვლილებამ ანუ მომავალზე იმოქმედოს და ძალიან დიდი კვალიტეტოვოს ცხოვრებაში ანუ ხდება რაღაც მომენტები ხო რომ ვიზრდებით რაღაცა ხელს უქნებთ ამათ იმ პრობლემას შეიძლება ითქვას იმაზე აღარ ვფიქრობთ არც იმაზე რომ წარსულში ეს ძალიან გვანაღლებდა და ამაზე შეიძლება ღამეების კი გვაქვს გათანებული მაგრამ თუ არსებობს ანუ ისეთი პრობლემები ბალიში რამდენი დასწრებული ანუ თუ არსებობს შეიძლება ითქვას ესეთი შემთხვევები ესეთი პრობლემები რომლებიც მომავალზე ახდენს ზეგავლენას და ცხოვრებაში ძალიან დიდ კვალს ტოვებს შენი აზრით ჩემი აზრით არსებობს ყველა ადამიანი შეიძლება დაუშვეს ესეთ შეცდომა რომელიც მომავალზე ცუდად საისახება და იმოქმედებს და გარდატეხის ასაკში ბევრი ისეთ რამე ხდება რაც ანუ მომავალზე აისახება ეს გარკვეულად ჩემი აზრით ყველაზე დიდ როლს ამაში თამაშობს მშობელიც როგორ აღზრდის თავის შულს ნუ არ უნდა მიანიჭოს ზედმეტი თავისუფლება იმიტომ რომ ზედმეტმა თავისუფლებამ შეიძლება დააშვებინოს ამ ბავშვს შეცდომა და ცუდად აისახოს მომავალზე და ზედმეტი კონტროლიც როგორც თქვი უკვე და ის ბავშვს არასწორად აყალიბებს ანუ შეიძლება ეს ბავშვების კატეგორიები სხვა კატეგორიის ბავშვები არიან არსებობს ესეთი ბავშვებიც რომლებიც ამით დაიჩაგრებიან და რაღაცა თავს მართლა უსარგებლო ადამიანად ჩათვლიან და არსებობს რომლებიც უკვე თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმას იმას იზამს და აგრესიულად გამოხატავს ყველაფერს და აგრესიულად ესაუბრება უკვე მე ახალი კონფლიქტი ჩამოყალიბდება მშობელსა და ბავშვს შორის რომ ბავშვი უკვე აგრესიულად ესაუბრება მშობელს და მოდით ერთ რაღაცას ვიტყვი ზოგადად რა თქმა უნდა მშობლის როლი ადამიანის ბავშვის აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ყველაფერს აი მშობელს დავაკისრებთ, იმიტომ რომ მაინც ბავშვია დამოკიდებული. ადამიანს შეიძლება მე ძალიან ხშირად გამიგე რომ ყავს ძალიან კარგი მშობლები, მაგრამ ბავშვი არის რაღაცა აი ეს. აქედან გამომდინარე. ძალიან შგავშინაური და ძალიან კარგი ეს უნდა ვიყოთ. და ხშირად გამიგე რომ ესეთ მშობლებს რატო ყავს ესეთი შვილი და ეს აზრი ზუსტად მიქარგებს ამ სტერეოტიპებს, რომ როგორი მშობლელი ყავს, ისეთი ბავშვი იქნება. არ არის ესე. ეს ბავშვზეცაა დამოკიდებული, რას აიღებს მშობლისგან კარგს და რას აიღებს ცუდს. აქედან გამომდინარე, თვითონ ბავშვმა უნდა მოახდინოს თვითრეალიზაცია საზოგადოებაში და დაიმკვიდროს საკუთარი თავი. და ეს დაღის დასმა, აი აქედან რაც მე ვთვლი, რომ ბავშვობაში რაც დაღი დაგეცნობა, რაღაც დაღთან დაკავშირებით ის მუდმივად გაგვყვება და გამოსწორებადი, აი სული, აი ბავშვობაში უნდა გამოასწორო. იმიტომ რომ ნერვული უჯრედი ერთი დაიბადება და მაგრამ მოდი ხო ყოველთვის მშობელს და ბავშვს ნუ დავუბრალდით. გარემოსაქვს ძალიან დიდი გარემოსაქვს და ეს უბრალოდ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა გენეტიკას რა მოყვება თაობიდან თაობაზე შეიძლება დედა მამა გადასარავი იყოს მაგრამ ბოდიში და როგორც აღნიშნა ბავშვი ეს იყოს ბაბუაც ეს იყო და გამოყვა ბავშვს შვილს ესეთი წკლება ესე იგი საგვარეულოს გადავარ ანუ იცი რა არა არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას უბრალოდ ეს არა რა შეურაცხყოფა რა სიძახი
არა, იცი როგორი მომენტია, რომ რა თქმა უნდა ამაზე დამოკიდებული, მაგრამ ანუ როგორც თქვენ ხარ ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს პრეტენზია, თუნდაც მშობლის მიმართაც შეიძლება გქონდეს მასწავლებლის მიმართ, ანუ როგორც მასწავლებელს არ აკმაყოფილებს მხოლოდ სოდნა და უნდა რაღაცა ბავშვის ფსიქოლოგიას იცნობდეს და თუნდაც ახსნის უნარი ქონდეს ისეთი, რომ ბავშვს გააგებინოს, ანალოგიურად არის მშობელზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან კარგი ოჯახია, იცი, ძალიან კარგი მშობლები ყავს, მაგრამ მას არ ქონდეს, შეიძლება ითქვას, რაღაცა ტაქტიკაც სჭირდება, ხო, რაღაც ბავშვის გაზრდას. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩემ მშობლებს არაჩვეულებრივი ტაქტიკა ჰქონდათ შემუშავებული თავის დროს და ეხლაც აქვს, როგორც ვთქვათ, მზრდიანი, იმიტომ რომ კი, გეთახმები, იმიტომ რომ მე მაქვს ყველა საკითხზე, გეთახმები, მე მაქვს აბსოლუტურად ყველა საკითხზე ჩემი აზრი, მაგრამ მე ყოველთვის ვიძახი და ვაფიქსირებ ამას, რომ მინდა დავეთახმება, რომ ესე იგი დედაჩემი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ აი 2 წუთში თავის აზრზე გადამიყვანოს. ოღონდ ეს ისე კი არ ხდება, რომ თქვა, ნუ რა თქმა უნდა საკითხსაც გააჩნია. ანუ ეს ისე კი არ ხდება. არა, ეგ რა თქმა უნდა აბსოლუტურად, ანუ ეს იმას კი არ ხდება, რომ თქვა, მაძალებს. არა, პირიქით, ანუ ისეთი იმდენად მიცნობს, ნუ რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ის რომ ისეთი გზით და ისეთი კუთხით მიდგება, რომ აბსოლუტურად ხედავ, რომ იცი მე არასწორი ვიყავი 2 წუთის წინ და რაღაცა უძლური ხარ. უძლური ხდები მართლა, ეს არის ერთადერთი ადამიანი დედაჩემი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მადლობა დედა ძალიან უყვარხარ. და ამიტომ აგრესია მოდის ზუსტად აი მე ვთვლი რომ აგრესია როგორც ქუჩასთან დაკავშირებთან მეგობრებთან შეიძლება გქონდეს ასევე მშობელთან ძალიან დიდი აგრესია არსებობს. არაჯერს ამ მქონია იმიტომ რომ ძალიან ბევრს მქონია ძალიან კონფლიქტური კონფლიქტური ადამიანები მინახავს რომელსაც ძალიან დიდი კონფლიქტი აქვს მშობლებთან და ამიტომაც ეს მშობელი მაინც ძალიან აქტუალურია და მშობელზეა დამოკიდებული. არა აბსოლუტურად გეთახმები. აი მოდი ესე იგი ცოტა დრო დაგვრჩა როგორც მე ვიცი. უცებ მაშინ მალე რომ შემდეგ კითხავ. არ არის დამოკიდებული გარკვეულწილად იმას არის დამოკიდებული რა წრეში ტრიალებს ეს ბავშვი კი, კარგი, მაშინ აი ბოლო შეკითხვას დაგისვამთ და დავასრულოთ უკვე გადაცემა. აი ძალიან მოკლედ, თუ შეგიძლიათ რომ ყველამ თქვა ძალიან მოკლედ რომ მითხრათ რომ აი თქვენ ზოგადად აი როგორ გესმით გარდატეხის ასაკი? აი როგორ გაშიფრავთ შეიძლება ითქვას ამ რაღაცა ორ სიტყვას გარდატეხის ასაკი? ანუ რასთან არის? აი რა ასოციაცია გიჩნდებათ როცა გესმით გარდატეხის ასაკი? ძალიან მოკლედ მითხარით, მაგრამ პერიოდი ბავშვის ასაკში, როდესაც ბავშვს ეცვლება წარმოდგენა, აზრი ყველაფრის შესახებ, სამყაროს შესახებ. გარდატეხის ასაკი ჩემთვის არის ესეთი რაღაცა. ბავშვი იმკვიდრებს თავს ცხოვრებაში თავისი მოსაზრებითა და თავისი ყველაფრის შეხედვით გასაგებად დიდი მეგობრები. გარდატეხის ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვი ყალიბდება პიროვნებად უკვე და მირანდა. გარდატეხის ასაკი არის ის პერიოდი, როცა ახალ ხარ ბავშვი და არც დიდი ხარ და ცდილობ თავი დაიწყო. შუაში ხარ და არის ის არის თავი ცდილობ რომ იპოვო შენი გზა და გაყვე ამ გზაზე. რაც თავარია იპოვო, სწორი არჩევანი გააკეთოს, სწორ გზაზე დადგე და რაც თავარია ჩამოყალიბე პიროვნებად რომელიც გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, უნდა აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ თავიდან ვფიქრობდი, რომ რაღაცა გადაცემაში რაღაც მომენტია ფსიქოლოგი, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად გაგვაცნობდა, ანუ შეიძლება თქვა სამედიცინო ენაზეც დაგველაპარაკებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ იმაზე კარგად ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემაზე, ვერანაირ ფსიქოლოგს და ვერანაირ პროფესიონალს ვერ შეუძლია კი რა თქმა უნდა და ვერ დავიხმარებთ. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მადლობა გიხდით, იმიტომ რომ როგორც მეგონა ისეთი გამოვიდა გადაცემა. შეიძლება თქვა უკეთესი არ არის საჭირო ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობას გადაგიხდით და იმედი მაქვს მაყურებელი შეიძლება ითქვას ჩვენგან ეკმაყოფილი დარჩა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი დებიუტი და დიდი მადლობა მას თუ რა თქმა უნდა მოეწონება, რომც არ მოეწონოთ და გვიყურა ამისთვის დიდი მადლობა. კარგად ვზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.